სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ. თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო მოგესწრება ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაულია ქართველი ერისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რადგანაც კვართის დღესასწაულს აღნიშნავს და მირომდინარე სვეტისა, რომელიც აი ამ კვართისადაც დასაფლავდა, იქ ამომართულ ხედან გამოთვლილ ამ სვეტს მირონის დიოდა და ამ სასწაულების შესახებ ცოტა ქვემოთ გახსენებთ, მაგრამ თვითონ ისტორიას შეგახსენებთ, როგორ და რა იყო და მერე მნიშვნელობაზეც ვილაპარაკოთ, რა იყო მაშინ და რა არის დღეს. როგორ უნდა ჩვენ ცხოვრებაში დღევანდელ დღეს როგორ უნდა ვიგებდეთ ამას ყოველივეზე, რაზე უნდა ვიყოთ მადლიერნი, რაზე უნდა ვიყოთ მიმტევებელნი, რაზე უნდა ვიყოთ უფრო მეტად სარწმუნოებით აღსილნი და როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ისტორია დაიწყო ასე, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით მე-6 საუკუნე იყო, თუ არ მეშლება, არა, მე-6 საუკუნე იყო, როდესაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი გაანადგურა მიწასთან და დაიწყო ებრაელების ძალიან დიდი მიგრაცია. ეს დიდი მიგრაცია არა მარტო ის რომ თქვა ვიღაცები ბაბილონში გადაასახლა, არამედ ებრაელები ვინც სად გაქცევა მოახერხა, ვიღაცები ეგვიპტეში წავიდნენ, ვიღაცები აფრიკაში გადასახლდნენ საერთოდ. შავკანიანი ებრაელებიც რომ არსებობენ, რო იცოდეთ რომ აქედან არსებობს. ვიღაცები ჩამოვიდნენ მცხეთაში, მაგრამ აქ ის კი არ არის თავარი რომ მცხეთაში რატო ჩამოვიდნენ. თავარი ის არის რომ იქ ვიღაცა აფრიკაში წასული და ვიღაცა ვთქვათ ჩრდილოეთში და ვიღაცა სამხრეთში ყველგან წავიდნენ, როგორც გითხარით, საერთო მიგრაცია იყო და მიმოიფანტნენ, მაგრამ თავარი სიწმინდე რაც ჰქონდა ხელთ ეს მცხეთაში წამოიღეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ცალკე კვლევის საგანია, რატომ მცხეთაში, იმიტომ რომ სადაც ეგულებოდათ, რომ ამ თავის სიწმინდეს გაუფრთხილდებოდნენ და არავითარი საშიშროება მას არ დაემუქრებოდა, ან განადგურებისა, ან შებილწვისა, ან რაღაცა აბუჩა დაგდებისა, ამიტომაც მცხეთაში ჩამოდიან, იმიტომ რომ მცხეთაში რაღაც ეგულებათ. მე ვფიქრობ, რომ სულ ცოტა ბიძაშვილები, თუ ძმები არა, ბიძაშვილები მაინც ეგულებათ, რომლებიც არ შეურაცხყოფენ აი ამ თავარ სიწმინდეს. ამიტომ ყველა ებრაელი, რომელიც სადღაცას გაიქცა და რაღაცა გუნდი მოდის, რომელსაც მოაქვს თავარი სიწმინდე და მცხეთაში დამკვიდრდებიან და ეს არის ელიას ხალენი, ის არ ვთქვი რა თავარი სიწმინდე რა იყო, ეს არ გითხარი. ხალენი გახლავთ მოსასხამი. ილია წინასწარმეტყველის მოსასხამი, რომელიც მან თავის მოციქულს და მოწაფეს, მოციქული არ ერქვა მაშინ, მოწაფეს დაუტოვა, რომელსაც ელისე ერქვა, ასევე წინასწარმეტყველს და ამის შემდგომ ინახებოდა ის ძალიან ძვირფასი და წმინდა ნივთი იყო ებრაელი ერისთვის. ამის შემდგომ გადის მოგეხსენებათ 6 საუკუნე იესო ქრისტეს შესახებ ისინი ცნობებს იღებენ მცხეთაში, ესეც უნდა იცოდეთ, ებრაული მოწყობა იცით როგორ იყო? ისინი იერუსალიმთან კავშირს არასდროს არ კარგავდნენ. აი ეს ყოველთვის ჩემში ძალიან დიდ სინანულს და სიბრალულს იწვევს ხოლმე, რომ როდესაც მიწევს მე საზღვარგარეთ ურთიერთობა და ჩავდივარ და ვნახულობ იქ ცხოვრებ ქართველებს, გეფიცებით წრემლის დონეზე შეიძლება განიცადოთ ის, რომ დარბიან ბავშვები თამაშობენ და ერთი სიტყვა შეიძლება ქართული არ იცოდნენ, გამარჯობას აქცენტით რო ამბობენ ხოლმე, უცხოეთიდან ჩამოსული აქ ტურისტები რო რაღაცა სიტყვა ისწავლონ, დაახლოებით ასე იციან იმათმაც ქართული გამარჯობა რო გითხრან, მადლობა შეიძლება გადაუხადო. არის ოჯახები, რომლებიც ამას ძალიან კაცრად უდგება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის ბევრი. ძალიან ცოტა აი თითებზე ჩამოთვლი რომ ვიღაცის ოჯახში ვინმე ქართული იცის. ებრაელებს ეს არასდროს არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ წარმოიდგინეთ, ეხლა დღეს ეს უფრო ადვილია ხომ ამ ინტერნეტიზაციის, ამ საყოველთაო რაღაცა ყველანაირი ცნობის მოპოვების რა პრობლემაა, ვთქვათ, სახლში რომ ქართულად ილაპარაკო და იგივე ვთქვათ, რაღაც წიგნები თუნდაც ელექტრონული სახით მიაწოდო, მაგრამ რატომღაც ეთყობა მშობლებს ამათვის არ ცალიან. დაკავებულები არიან და ვფიქრობენ, რომ რაღაცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი,
ხანდახან უფრო კიდე მეტი უბედურება ის არის, რომ მშობლებმა არ იციან თვითონ იქაური ენა, ამიტომ ბავშვები სკოლიდან მოსულები ბავშვები მშობლებს ამეცადინებენ, რომ იქაური ადგილობრივი ენა შეასწავლონ, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან და ბავშვები ქართულს ამიტომ საერთოდ ივიწყებენ. მოკლედ ეს ჩვენი ტრაგედია. ებრაელებს ჰქონდათ ასეთი ინსტიტუტი დავარქვათ, მოკლედ შალიახ ასე ერქვა აი ამ ადამიანს, რომელიც გამუდმებულად მოძრაობდა ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკში. ეს შალიახები იყვნენ, რომლებიც გამუდმებულად იერუსალიმში მიდიოდნენ, აი თქვათ, მცხეთიდან რომელიღაცა უახლოეს ბანაკში ჩადიოდა, იქ უახლოესიდან იქეთ გამუდმებულად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ეს ადამიანები. ეს შენაცვლება ნიშნავდა იმისა, რომ იერუსალიმში არ უნდა გამოპარვოდათ მათ მესიის მხსნელის მოვლინება. იმიტომ რომ ყველა ებრაელმა საწინასწარმეტყველო წიგნები იცოდა და იცოდნენ, რომ მესია მხსნელი უნდა მოევლინოს ქვეყანას. ამიტომ გაფანტული ეს ებრაელობა ეგვიპტეში იმყოფება, აფრიკაში თუ სადმე ჩრდილოში რა ქვია, რომელიმე კონტინენტზე არ აქვს მნიშვნელობა. აბსოლუტურად ყველა ინარჩუნებს კონტაქტს იერუსალიმთან. ამიტომაც იესო ქრისტეს გამოჩენის და ქადაგების შესახებ მცხეთაში შეიძლება არ იციან ერთ კვირაში, მაგრამ ერთ თვეში უკვე იციან, რომ გამოჩნდა ასეთი პიროვნება, რომელიც ასეთ სასწაულებს ახდენს. კიდე ერთ თვეში იციან, რომ ვაიმე, თორმე მკვდარი აღადგინა. კიდე ერთ თვეში იციან კიდე რაღაცა ახალი სასწაული. მათთვის ეს დაფარული არ არის, ყველაფერი ცხადზე ცხადია. ამიტომაც, როდესაც მიდის ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი, მათი დედა, რომლის ხსენებაც დღეს არის და სახელი სამწუხაროდ დაკარგულია, არ ვიცით მისი სახელი, დედა ეუბნება, რომ ეს არის მესია, მხსნელი, რომელიც მოევლინა კაცობრიობას. ამიტომ თქვენ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა აი ამ ჯვარცმაში. როგორც დღევანდელ სახარებაში წავიკითხეთ ქრისტე ჯვარსაცვეს, ეს გახლავთ დღესასწაული პასექისა და ყველა ებრაელ მამაკაც ევალებოდა, რომ პასექზე უნდა ყოფილიყო იერუსალიმში. უნებრივია ელიოზი და ლონგინოზიც იქ იმყოფებიან. იქ წავიკითხეთ დღეს სახარებაში, რომ მოხდა მისი ტანსაცმლის გაყოფა, ეს ასეთი ტრადიცია იყო, რომ ვისაც სიკვდილით ჯიდნენ, მას ტანსაცმელი აღა და ჯარისკაცები ინაწილებდნენ ამას. მაგრამ კვართი, რომელიც იმას ვერ გახევდნენ, ამას კიდე ცალკე სახესიმბოლოები აქვს და ამის შესახებ ალბათ ცალკე თემა იქნება, რომ ვილაპარაკოთ. ეს კვართი, როგორც ჩანს, იყიდა ელიოზმა, მას იმიტომ კი არ შეხვდა, რომ იქ იმას ესწრებოდა. უბრალოდ იყიდა, როგორც სიწმინდე ისე გამოისყიდა და წამოიღო საქართველოში. საქართველოში ჩამოსულს დედა უკვე ცოცხალი აღარ დახვდა, იმიტომ რომ იქ ჯვარცმის დროს აქ რომ უпростоრად იქ ჯვარცმის დროს რომ ლურსმანი დაარტყეს, ეს აქ გაიგონაო ამ ქალმა. უნებრივია სულიერად იგრძნო, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ სულიერე ესეთი კავშირები გვაქვს ადამიანებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც რაღაცა სიწმინდის გარკვეულ საფეხურზე აქვთ უკვე მიღწეული, მან იგრძნო ესა და გარდაიცვალა ამ ტკივილისგან და თქვა ესეთი სიტყვები, რომ დღეს დამთავრდა შენი მეუფება ებრაელ ერს მიმართავს, თავის ერს მიმართავს, რომ შენი მეუფე მოკალი ჯვარზეო, ესე ეუბნება პირდაპირ აი ამ სიტყვებს და გარდაიცვლება აი ამ ტკივილისგან, სულიერი ტკივილისგან უნებრივია, მაგრამ ხდება სიდონია ელიაზარს თავისი და რომელიც გამოართებს ამ კვართს და ისიც გარდაიცვლება. ვერ გამოართმევენ მას ხელიდან აი ამ კვართს და დაფლავენ ამ კვართთან ერთად იმ ადგილას, სადაც დღევანდელ დღესაც არის აი სვეტი და სადაც ჩვენ მივემთხვევით ხოლმე აი ამ კვართს. ისტორია მე ასე გრძელდება, რომ იქ ხია მოვიდა, რომელიც რაღაც სასწაულებრივი კურნების მადლით იყო და ამ ხეს რაღაც ცხოველებიც კი მოდიოდნენ, რაღაცა დაჭრილი ცხოველებიც და იკურნებოდნენ აი ამ ხესთან. არის ასეთი გარდამოცემები, მაგრამ უკვე მეოთხე საუკუნეში, როდესაც წმინდანინო ჩამოდის და გაქრისტიანდება მცხეთა, მაშინ მოხდება ასეთი სასწაული. მოჭრიან ამ ხეს და გადაწყვეტენ, რომ აქ უნდა აიგოს ტაძარი. გამოთვლიან 7 სვეტს, აღმართავენ 6, ვერ აღმართავენ მე-7-ს, რაღაც ვერაფრით, ვერანაირი ძალით და ღამე მთელი ღამე ლოცულობს ნინო და ნახავენ, რომ სასწაულებრივად ეს სვეტი თვითონ აღიმართება, ამიტომაც უწოდებს მას სვეტი ცხოლოს. ამიტომ დღეს დღესასწაულია აი ამ კვართისა, რომელიც მცხეთაშია და აი ამ სვეტისა. ახლა რისი მომცემი შეიძლება იყოს ეს ან სვეტი და ან კვართი ადამიანისთვის? თუნდაც რომ დაიჯეროს მან ესეთი ისტორიული რეალობა. არის რომ ბევრს არ ჯერა. იმათ თავი დავანება, მაგრამ აი ვისაც გჯერა, ჩვენთვის
რისი მომცემი შეიძლება იყოს ის, რომ კვართი საქართველოშია და სვეტიცხოველი მოკლედ ასე სასწაულებრივად არის აღმართული. დღეს უკვე სვეტიცხოველს ბუნებრივია სხვა სახე აქვს და ის ხის ეკლესია აღარ არის როგორც მეოთხე საუკუნეში. არის არასწორი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანს გონია, რომ ღვთისმშობლის წილყდომილია ჩვენი ქვეყანა და ამიტომ გულზე ჯიხს დაიბრახუნეთ და იტყვის, რომ ჩვენ ასეთი მაგარი ქვეყანა ვართ. მაგრამ თვითონ მისი პირადი საქციელი ეთანადება თუ არა, აი ამ წილყდომილობას ეხმაურება თუ არა, ამაზე არავინ არ ფიქრობს. ან ღვთისმშობლის წილყდომილი რატომ გახდა მისი ქვეყანა? თვითონ თავის თავს თulis ამას. უბედურება ჩვენი სწორედ ეს არის. ჩვენ გონია, რომ ჩვენ ვართ წილყდომილები, ჩვენ გონია, რომ ჩვენ ვართ ასეთი განსაკუთრებულები და გვავიწყდება ერთი რამ. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაცა განსაკუთრებული ხალხი ვიყავით. არაფერი განსაკუთრებულება ჩვენ არ გქონდა, კერპები იყო აღმართული და ამ კერპებზე სისხლიანი შეწირვები მიმდინარეობდა. მათ შორის საკუთარი შვილების შეწირვაც მიმდინარეობდა. იყოს ეს ასეთი ისტორიაც არსებობს. ჩვენს რეალობაში ასეთი ისტორიაც აქვს. ამიტომ ამის გამო კი არ ვართ განსაკუთრებულები, რომ თქვათ, ებრაელები შევინახეთ და ის ელიას ხალენი არ დაუწვით. ან იმიტომ კი არა, რომ თქვათ, ასეთი განსაკუთრებული კერპები გვყავდა. იმიტომ რომ აქაურმა ებრაელებმა, ვინც ცხოვრობდნენ მცხეთაში, მცხეთა გახადეს ახალი იერუსალიმი. როგორ და რანაირად იტყვით? იესო ქრისტე ხო მოვიდა იერუსალიმში. მოვიდა, მაგრამ მიიღეს? არ მიიღეს. და ვინ მიიღო? მცხეთელმა ებრაელებმა ხო მიიღეს. ამიტომ მცხეთა გახდა იერუსალიმში და კვართი ჩამოვიდა იერუსალიმიდან მცხეთაში. ამიტომაც თქვენ თუ გეგულებათ ერთი დედა მაინც, რომელმაც თქვა შვილი ფრონტზე დაკარგა და უთხრან, რომ აი შენი შვილის საფლავი იქ არის. გეგულებათ დედა, რომელიც არ წავა თავისი შვილის საფლავის მოსანახულებლად, მე არ წარმომიდგენია ასეთი დედა. როგორ ფიქრობთ, ღვთისმშობელს არ მოუნდებოდა იმ ადგილის ნახვა, სადაც დაიპყლა მისი შვილის კვართი, იმიტომ რომ მისი შვილის საფლავი ხელშესახები მას აღარ აქვს. სადაც მისი საფლავი იყო, იქედან აღდგა. მისი სხეული იქ აღარ არის. საფლავად ითვლება ის, სადაც მისი ტანსაცმელია. და ეს ტრადიცია დღევანდელ დღესაც გრძელდება. დაკარგული ჯარისკაცების საფლავები ხშირად მათი ტანსაცმლით არის, მეტი კი არაფერი არ არის დასვენებული. მათი ეს ჯარის ფორმა არის, ან რაღაცა გარკვეული ტანსაცმელი ჩასვენებული, იქ დადიან მშობლები, იქ დადიან ახლობლები, ნათესავები და მღვდელიც კი იქ დაყავთ და პანაშვიდს იქ ახდევინებენ, მიუხედავად იმისა, რომ გვამი იქ არ იმყოფება, მაგრამ ტანსაცმელი იმყოფება. ამიტომაც რეალური საფლავი იესო ქრისტესი, როგორაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეხლა თქვენ ეს რაღაც თელ ნათქვამად, იერუსალიმში კი არ არის, მცხეთაშია. იმიტომ რომ იერუსალიმიდან აღდგა და მცხეთაში დაფლულია მისი კვართი. იერუსალიმიდან აღდგა და ბუნებრივია ის ადგილი მე ისე მოასწორეს იქაურობა, რომ საერთოდ ეხლა სადაც ჩვენ თაყვანვცემთ სიმბოლურად არის ეს ადგილი თუ ნამდვილად ის ადგილია, ამაშიც კი შეიძლება გაცნობა ეჭვი შეიტანოს. მაგრამ მცხეთაში არის ისტორიულად ასია მოყოლებული, რომ აქ იყო ეს ადგილი და არასდროს ამ ადგილს არავინ არ შეხებია. ვინც მოინდომა მასთან შეხება, ძალიან ცუდად დაამთავრა. ამიტომაც, როდესაც ჩვენი გონებით ფიქრობთ, რომ ეხლა იერუსალიმში უნდა წავიდეს მოსალოცად, იქნებ ჯერ კვართი მოილოცოთ. იქნებ გონებრივად მაინც თუ კი გინდა რომ გადასახლდე ეხლა იმ იერუსალიმს თაყვანისცე, ჯერ იქნებ მცხეთას გადახედო, თუნდაც გონებრივად, თუნდაც ამ ისტორიული თვალსაზრისით. როდესაც კითხვა გაჩნდება და ჩემს ბავშვობაში მაქვს მოსმენილი სხვათა შორის ცნობილი ფრაზა იყო, ერთხელ დავიბადო კაცო და ისიც საქართველოში. ასეთი უმადურობა თუ წამოსწდება ადამიანს, ნამდვილად ძალიან დიდი სინანულით უნდა მოინანიოს მან ეს. არ უნდა თქვას ასეთი რამ, იმიტომ რომ დაიბადა ჯერ იმისთვის უნდა თქვას მადლობა. და მე რომ დაიბადა ისეთ ქვეყანაში, სადაც უფლის საფლავია, სადაც მისი კვართია დაფლული, სადაც ამ სიწმინდესთან შეხება შენ თავისუფლად შეგიძლია. მცხეთაში ჩაქროლებით რო ვართ ხოლმე, კვართთან მისვლა აუცილებელია, კვართთან ლოცვა აუცილებელია, იმიტომ რომ აი აქ დაიბადა საქართველოს ეკლესია.
აი აქ დაიბადა საქართველოს სულიერება. აი აქ არის დედა ჩვენი ქართული მართლმადიდებლობისა და იქედან გადამოედინება მადლი, როგორც მისი კვართი იყო უკერველი, ანუ ხელით შეკერაო ღვთისმშობელმა, როდეს მოქსოვა უпроსტորად ზემოდან ერთი მთლიანი იყო, არანაირი ნაკერი არ ქონდა. მოქსოვა ზემოდან ქვეთ, როდესაც პატარა იყო მაცხოვარი, მაგრამ ეს კვართი მასთან ერთად იზრდებოდაო, ასეთი გარდამოცემა არსებობს. ეს მერე რაღაცა ზომების მიხედვით კი აღარ ადიდებდა, არამედ მასთან ერთად იზრდებოდა ასეთი სასწაულებრივად აღსრული ასეთი სასწაული გარდამოცემა გვაქვს ჩვენ ამ კვართთან მიმართებაში და რომ ის არ შეიძლება დაიხეს, რომ ის ურღვეველია, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებას გახლავთ სწორედ ესეთი, არ შეიძლება ის დაირღვეს, რადგანაც კლდეზეა დაფუძნებული ეს სარწმუნოება. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ რა გვმართებს დღევანდელ დღეს, იცის დავიწყეთ ლაპარაკი, უპირველეს ყოვლისა მადლიერება და მეორე და აუცილებელი ალბათ რაც არის ის, რომ სინანული გქონდეს, რომ სათანადოდ არ ვცხოვრობთ, ჩემო ძვირფასებო, სათანადოდ არ ვცხოვრობთ, რა პატივით შეეფერება კვართის მფლობელ ქვეყანას. 95% მხარს უჭერს მართლმადიდებელ ეკლესიასო, ასეთი სტატისტიკა არსებობს ჩვენში, მაგრამ 5% თუ დადის ნეტა ტაძარში და თუ ეზიარება არ ვიცი, ვერ გეტყვით. მხარდაჭერა ის არ არის გულზე ჯიჯის დაცემა და ტრანსპარენტით იმაში რუსთაველის გადაკეთვა. მხარდაჭერა არის იცით რა? მადლიერება და სინანული. მხარდაჭერა არის, როდესაც შენ აღსარებას აბარებ, როდესაც შენ ცდილობ უკეთესი გახდე, როდესაც შენ ცდილობ რომ არ გამოგრჩეს არც ერთი სიტყვა, რაც თქვა იესო ქრისტემ. განამარტო მოსასმენად არ გამოგრჩეს, არ გამოგრჩეს რომელიმე აღუსრულებელი არ დაგრჩეს რომელიმე სიტყვა. აი ეს არის მადლიერების და სინანულის ნამდვილი გამოვლინება. ეს გახლავთ სწორედ მაშინ შეიძლება თქვა, რომ ცოტაოდენი მაინც ღირსი გავხდი ვარ იმ ქვეყნისა, იმ ეკლესიის შვილობისა, რომელსაც ღმერთმა ასეთი საჩუქარი გაუმზადა. და სხვანაირად, ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ რაიმენაირად ჩვენ დავიმსახურეთ ეს ყველაფერი. ვერანაირად. ამიტომ ასე გისურვებთ, ასე გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომ აი ამ ისტორიული რეალობას თქვენ გადახედოთ, გააცნობიეროთ საკუთარ თავში და გაგიჩნდეთ მადლიერება, გაგიჩნდეთ სინანული და გაგიჩნდეთ მოთხოვნილება იმისა, რომ არც ერთი სიტყვა არ დაგრჩეთ შეუსრულებელი ქრისტეს მიერ მოცემული ჩვენთვის. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფოთ.